კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში კომპეტენციათა ცენტრების ქსელი შავი ზღვის რეგიონის საკრუიზო ტურიზმის განვითარების მიზნებისთვის საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა. ევროკავშირის ქვეყნებიდან პროექტში 30-მდე პროფესორი, პოსტსაბჭოთა სივრციდან კი უკრაინა და საქართველო მონაწილეობდა. შავი ზღვის რეგიონში საკრუიზო ტურიზმის განვითარების ფარგლებში ბათუმსა და ოდესაში კომპეტენტ ცენტრები გაიხსნება. იგეგმება სტუდენტებისა და უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის გადამზადება. ჩვენ სტუმრად გვყავდა ევროკავშირის დიდი დელეგაცია გერმანიიდან, იტალიიდან, სლოვაკეთიდან, ბულგარეთიდან, რუმინეთიდან და ვიმედოვნებთ, რომ მათი დახმარებით პროექტის საერთო მიზნები იქნება მიღწევადი, პროექტი იქნება სტაბილური, მდგრადი განვითარების და ძალიან დიდ შედეგებს მოუტანს როგორც ქვეყანას, ასევე ჩვენ სტუდენტობას. Ну и в рамках проекта предполагается создание таких центров, развитие их. Центры будут заниматься дальнейшим повышением квалификации в рамках круизного туризма, яхтингового туризма. И центры предполагаются дальнейшее проведение различных крупных конференций, выставок, ярмарок туристических. Предполагается задействование туристические фирмы, туристические организации в этом проекте. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა სტუმრებს უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა გააცნეს. ყველა უნივერსიტეტში უნდა შეიქმნას კომპეტენციის ცენტრები, უნდა აღიზარდოს კადრები, რომლებიც მერე შეძლებენ კვალიფიცირებად მოემსახურონ შავი ზღვის საკრუიზო ტურიზმს. დღეს შეხვედრა შედგა ჩვენს უნივერსიტეტში, ჩვენ ვაჩვენეთ ჩვენი პოტენციალი, ჩვენს მეგობრებს, ვაჩვენეთ რა ხდება ზოგადად საქართველოში და რა ხდება ჩვენ უნივერსიტეტში ამ მიმართულებით და მე მგონი ყველანი კმაყოფილები არიან ჩვენი სტუმრებიც, მასპინძლებიც შეხვედრამ ჩაერა ძალიან საქმიან ატმოსფეროში. Очень приятно, что мы сегодня не только решаем вопросы круизного туризма в Украине, в Европе, в Грузии, но и также подписываем соглашение сотрудничества между вузами, партнерами, потому что это дает возможность реализовать академическую мобильность студентов. ძალიან დიდი სიამოვნებით მივიღეთ აპატიჩება აღნიშნულ პროექტში მონაწილეობის მისაღებად. მე არ წარმოვადგინე ძირითადი ტენდენციები ტურიზმის სტატისტიკის შესახებ. იმედი მაქვს, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გრძელდება. პროექტის დასასრულს უნივერსიტეტის ხალხური ანსამბლი კავკასიური წარსულში.